ბატონო პრემიერო, ამჯერად მოგმართავთ იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ატრიუმიდან. ჩვენ წინა მიმართვაში მოგმართავდით ჩვენ წესით ახლა უნდა ვიდგეთ აღდგომის ტაძრის წინ თქო, მაგრამ გავიდა დრო და ჩვენ აქ ვართ. დაახლოებით 15 წუთია, რაც დასრულდა ჩემი და გიორგის შეხვედრა მის უნეტარესობა თეოფილე მესამესთან. ვითარება რომ რთულია, ჩვენ ვიცით რომ ხელისუფლება საქმის კურსში ბრძანდებით, მაგრამ ნაბიჯები რა გადაიდგა, ამაზე ჩვენ საქმის კურსში ვართ და ალბათ თქვენც. ქართველთა ისტორია და აქ მყოფობა იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იერუსალიმისთვისაც. დღეს როგორც ხვდები, მხოლოდ მე და გიორგის ხა გვესმის ალბათ მნიშვნელობა საერთოდ ამ ისტორიის და ქართველების აქ ყოფნისა. რადგან ვისაც ვესაუბრეთ საქართველოში, ხალხს არ ესმის, აი თქვენ როგორც ბრძანეთ, არც IQ და არც ზრდილობა. მოკლედ, ეხლა საქმის გასარჩევად ნამდვილად არ მოგმართავთ პირიქით საქმეზე. გარკვეული გზავნილები, ასე ვთქვათ, დაგვაბარა თქვენთან მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საერთოდ დასამარდა საქართველოს ისტორია წმინდა მიწაზე, რომელმაც 300 წლის შემდეგ რომ ჩვენ ქართველთა სახელი დავაბრუნეთ და აღვადგინეთ ქართველთა კუთხე, ისიც დაასამარა და ვითარება იმდენად რთული იყო, რომ საერთოდ იცით, საქმის კურსში ხართ, ახლა მე ვცდილობ, რომ რაღაცა თემები ძალიან ღიად არ ვისაუბრო. საერთოდ ქართველთა ხსენებაც აღარ იქნებოდა ალბათ აქ არასდროს და ასეთ სურათიც იყო, მაგრამ აი ჩვენი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მისმა უნეტარესობამ პირადად თქვენთან გარკვეული თემები და საკითხები დაგვაბარა, რომ გადმოგცეთ და გაგესაუბროთ. ეხლა პრობლემა რაში მდგომარეობს? ხომ უნდა შეგხვდეთ და გაგესაუბროთ? ჯერ ისე წამოვედით, რომ ჩვენი შეხვედრა არ მომხდარა და ვინც შეგხვდა, როდესაც თქვენთან მომართვა გქონდა, ჯობდა არ შეხვედროდა, მაგრამ დღეს ამის დრო აღარ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართვას გულდასმით მოусმენთ. მიხვდებით, რასაც არ ვსაუბრობთ დღეს ამ დიდეო მიმართვაში. ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. წესით, როდესაც ქართველები მოვდიოდით საქართველოს ღირსების დასაცავად და მართლა ღირსების დასაცავად ჩამოვედით და ჩვენ ეს ღირსება თავიცავით. ჩვენთან ერთად საქართველოში უნდა დაბრუნდეს მისი უნეტარესობის მიერ გამოგზავნილი საკურველთმოქმედი ხატი, რომელსაც აღსრულებული სასწაულების ნიშნებია გზეთ, რომელიც იყო იერუსალიმის სიწმინდე ამდენი წლის მანძილზე. რა ვიცი, წესით ალბათ იქაც უნდა გვხვედროდით, მაგრამ ამაზე აღარ მაქვს უკვე ლაპარაკი. ფაქტია ერთი რამ. საერთოდ თუ უნდა საქართველოს აქ რიგითი გამრელის გარდა რაიმე ადგილი ჰქონდეს, ალბათ უნდა მოხდეს ეს შეხვედრა და ის გზავნილები პირადად თქვენ უნდა გადმოგცეთ და არა მარტო გადმოგცეთ, არამედ უნდა გადაიდგას სწორი ნაბიჯები. იმიტომ რომ დღეს ამ წუთას მეც და გიორგიც აქ ვართ ეკლესიაც და ვართ სახელმწიფოც, რადგან ვერც ერთმა მხარემ იმ შეცდომების გამოსწორება ვერ შეძლით ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასე იყო და ეს სიტუაცია მართლა გამოვასწორეთ. ეხლა ერთმანეთს ჯიბში ნუ ჩაუდგებით, ქვეყანას ნუ დავაზარალებთ, ჩვენით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორია უნდა გადავცეთ მომავალ თაობას და საქართველოს ადგილი იერუსალიმში ყოველთვის იყო და წმინდა მიწაზე ყოველთვის იქნება. ამას ან გავაკეთებთ ჩვენ ერთად, ან ვიღაც მაინც გააკეთებს შემდეგ, მაგრამ მათაც უნდა ქონდეთ ამის გაკეთების საშუალება. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენთვის რთული არ იქნება ჩვენთან დაკავშირება, როდის ჩამოვდივართ, ალბათ ეგეც უკვე იცით ყველამ. შესაბამისად, უახლოეს დღეებში გელოდებით, რომ შეხვედრა შედგება. გადაიდგმება სწორი ნაბიჯები, ჩვენ კიდევ რამოდენიმე შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი და ქართველთა სახელი ღირსეულად დაბრუნდება წმინდა მიწაზე. მადლობთ, რომ მომისმინეთ.